დღეს ვართ მოსვლები სანტა-პოლაში. ეს არის სანტა-პოლას გადმოსახედი ქვია, შუქურის გადმოსახედი. და დღეს დავათვალიერებთ. ნახეთ. ეს არ ვიცი რაღაც მიღება აქვს იქ თუ ანუ რისი ანტენა, ხო, არ ვიცით. მაგრამ ამბობენ რომ ძალიან ლამაზი ადგილი არის. აქ არის აშენებული შუქურა, რომელიც ზღვის დონიდან 152 მეტრზე არის და 1858 წლიდან არსებობს. და თან ეს ადგილი მოიცავს ტერიტორიას, სადაც აშენებული არის ძველი ზარბაზნები, როდესაც შემოსევები იყო ხოლმე ზღვის მხრიდან, აი ამ ზარბაზნებით იცავდნენ თავს და არის როგორც ბუნკერი არის მე მგონი აშენებული ერთ ადგილას. და არის ხალხი მოდის და ტურისტები. ხო და ნუ ზუსტად მეც არ ვიცი, მაგრამ დავათვალიეროთ და ვნახოთ. რა ადგილი და სხვათა შორის ძალიან ტურისტული და შემოსავლიანი ადგილი არის? რა ვიხუიო? ხალხი მრავალი ადგილი. აი გულ ნატურალურად. ნატურალურად გააჩნიეს. ამასაც ვიებდი. როჩაკოცნე. აი ამას დატოვებ, ხო? არა. წინე იმას ტოვებ. შეიძლება. ხო, ეს ამოვჭერი, იმიტომ რომ ცოტა წესიერად უნდა ილაპარაკოს ამაში ბატონო. ხო და იმას ლაპარაკავ და აი იქიდან ჩასვენ მგონი შუქურა. აი ნახე იქითა. ძალიან ლამაზი არის ხო და ჩვენც არ ვიცით ახლა ზუსტად როგორი არის ეს ადგილი, უნდა დავათვალიეროთ და თან ამასობაში თქვენც განახებთ. იმიტომ რომ ძალიან ლამაზად ჩანს ხმელეთაშუა ზღვა აქედან, გადმოსახედიდან, კიდევ ჩანს ტაბარკას კუნძული, რომელიც ძალიან ახლოს არის, დაახლოებით 15-20 წუთში პატარა ნავით შეგიძლია მისვლა. დაჟე ვიყავით იქ მისულები, ამ ზაფხულს ვიყავით, მე და დავითი. ხო და ძალიან საყვარელი ადგილი არის ისიც. მაგრამ ჯერჯერობით აქედან დაგათვალიერებინებთ ამ გზას. ეს ტური 11 ტონა ნაგვით გააკეთეს ეს პასო. და უბრალოდ რაღაც ადამიანმა დისკაპასიტეტი რა. როგორ? არ გეტყვი. იქ წერა. წაიგეთ. შენ წაიკითხე ხა ეგ ინფორმაცია? რა, ნაგვით გააკეთეს ეს პასეო? კი, 11 ტონა და რაღაცა. 250 კაცმა გააკეთა. ანუ ხარშული თუ რა ქვია, გრესიკლადო. ანუ ნაგავი აიღეს და გამოძერწეს. გადაამუშავებული ნაგვით არის გაკეთებული ეს? ანუ რაზეც დავდივართ ეს ადგილი. მაგ დისკაპასიტეტი როგორ არის? დისკაპასიტეტი არის შეზღუდული პირი. შიშიმს ეძახიან საქართველოში. ანუ შიშიმებმა გააკეთეს ეს ადგილი. კი. ნახე, ეს შენ შუქურა დაინახე? ნახე რა ლამაზია. იქ ნეტა ახლა შეგვიძლია მივიდეთ? არა რატო? უცხოპირები არაო და რა უცხოპირი კიდე ჩვენა ვართ ე? მოხადავდივართ. ახლა ვიდეოს პოჩვითონ. არა და პირველად ვართ. მოკლედ ეს არის ძალიან ცნობილი ადგილი, სადაც ფოტოებს და ვიდეოების გადასაღებად ამოდიან ხოლმე, ფოტოსესიების გასაკეთებლად მოდიან ხოლმე აი ამ ადგილას. რა ლამაზად ჩანს. იქით არის, იქით ხარეს არის ალიკანტე. იქით ალიკანტეს მხარე არის. ეს არის ეს არის კიდე ტაბარკას კუნძული. აი ეხა ძალიან შორს ჩანს ტელეფონით, მაგრამ რეალურად უფრო ახლოს არის. და ის თეთრად რო ჩანს, ეგ სახლები არის. ჩვეულებრივ ხალხი ცხოვრობს მანდ და ყოველდღიურად რა დღეში რამდენჯერმე დადის გემები დადიან, პატარა გემები, რომლებსაც მიყავთ ტურისტები, ან ადგილობრივები მოყავთ და შენაძენს თუ რაღაც ამის სჭირდებათ, იძენენ აქ სანტა-პოლაში და მერე ისე ბრუნდებიან ყოველ დილით და საღამოს 7 საათამდე თუ 8 საათამდე არის განრიგი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წავიდეს დაახლოებით 12-15 ევროში არის ბილეთი თვითო წასვლა წამოსვლა და
ჩვენ ადამიანი შეუძლია წავიდეს და ტური გააკეთოს აია პატარა კუნძულზე. ძალიან ლამაზი ადგილი არის. იქ არის აი ის ადგილი არის, ნახე იქ ზედა კიდები რა. და ისე ჩანს დაბლა თითქოს არაფერი არ არის და ისეთი სურათები გამოდის თითქოს სადღაც დაკიდული ხარ ისეთ ადგილას რომ დაბლა არაფერი არაა. წავედი მე მინდა რომ დავეკიდო. ის აი რა ილუზია, ოპტიკალური ილუზია. დავწვი. ისე ჩანს თითქოს აქ ქვეშ არაფერი არ არის მიწა და თითქოს დაკიდებული ხარ რაღაც ადგილიდან რა და მარტო ჩანს უკან ზღვა და ძალიან ლამაზი ფოტო გამოდის. აი მოდი გადაგიღო გინდა? აუ სიცოცხლეს ათხარ დაკიდებული. აუ ჩავარდე. ცალი ხელით? ვერა. აუ ეს მინდვრები რას კაგონებს? საქართველოს? კი. ვა? რაღაცით გავს. ძალიან ლამაზია. აუ დრონი რო გქონდეს, მაგრა გაასწორებ და ძალიან მაგარი კადრები გამოვიდოდა. მაგრამ ხედი არის ულამაზი. ტიტანიკზე ავდივართ. Habibi, come to me. Close your eyes. ესე უნდა მოეყუდო. ხედავ? აი ესე. და ჩვენს კანის ხედები. კაი ხედები. ნამაზია რა? კი, წავა. წავა რა? ხარ დავჭეთ აქ რა მბარე. ხარ წავუძინეთ. რა ძალიან კომფორტულად ვარ. მიყუდებული. აქ თავა ვინ გეტყვის პირველი რომ შეიძლება ერთ წუთი დაგვაგებინოს მანდაო. ხო რა. ეხლა ჩვენ დგას ერთი წყვილი რა და ბავშვთან ერთად და აშკარა. გველოდებიან რომ ჩვენ აქედან გამოვიდეთ რომ ესენი მოვიდეთ და ფოტოები გადაიღო. და ჩვენ სინაგლე მიყვოს, ჩვენ ლიმიტებამდე გვაინტერესებს ზღვრამდე მიყვოს. რამდენად შეუგუნებელი და რაღაცნაირი ხართ. რამეს გვეტყვიან თუ არა და იტყვიან აბა იქნებ გამობრძანდეს და ჩვენ შეგვიშვათო. თუ იტყვიან რა არის მთელი დღე მანდა ხართ ერთად გადაგვაყებინაო, ჩვენ ვეტყვით რომ გეტყვა და გადაგავიწევდით რა. პრობლემაა. კაი ხავშო, კაი მოდი წავედით თორე ნამუსი. არა მე იმენო ნაგლი ვარ არ მაინც. იცოცხლე ნამუსი მაწუხებს, კაი всё, წავედი. მე ვერ ამიგაწუხებს მე. ეხლა მივდივართ ზარბაზნების მხარეს, სადაც ძველი ზარბაზნები იყო და რაღაც ბუნკერები ომის დროს. ეს რა არის? ბასენი? ეი, ნახე, აი აქ ახატია, ხედავ? აქედან ესროდნენ და თვითმფრინავებს აგდებდნენ ამ ბუნკერებიდან. ვა. გერა civil, ანუ სამოქალაქო ომის დროს, ახე წლები აწერია 1916-1919. აუყურია. და აი ქედოთ ეს ვიჟენიობა? ხო, აი ეგეთი სარბაზნები ქონდათ და თვითმფრინავები რო შემოდიოდნენ, აქედან ესროდნენ. აი ნახე, აქ იმალებოდნენ. აუ ნახე. კი იქ ჩასასვლელი არის იქით. და იმებში იმალებოდნენ, ნახე. აი ამ ადგილებში. რაღაც დასამარლებივით, აი ბუნკერებივით იყო შესასვლელი. და აქედან ესროდნენ. და ეს რამოდენიმე არის აქ. მარტო ეს კი არა, რამოდენიმე არის. მაგრამ ეს ოთახები შეშლელი აღარ არის, მარტო ეს არის. ხო, წონა საინტერესო იყო? კი, კაი პონტი იყო. ოჩე საინტერესო. მაგრამ მე მაგარი მომწყურდა წამოსად მე ცივილული ჩავუდგათ. წამოე. მეც მინდა. ლუდი არა, მე წყალიო. აუ, ლუდიკო. მაგრამ ლუდს არასოსავ. ჩემი ლუდის დალევა, ხო იცი რა. მე რო შეუკვეთავ, იმას მოიყუდებ და შენთვის წყალს დაიდებ თვითონ ჯანსაღი ცხოვრება და ალკოჰოლი ნოლიო და რაღაც პროხავაზე. სულ ეგრეს ვიქ. და ხა მივდივართ სანტა-ფონის ქალაქში საჭმელად. მარილის მთები. აქ ამოყავთ მარილი. და ამუშავებენ და
ამუშავებენ მარილს და ნახე რამ ხელამთები არის. მარილს თვეში უხდიან 1200 ევროს. მარილი კიდე მუშაობს ხოლმე. და აი აქეთაც ნახეთ რამ ხელა მარილის ისინი არის თვები. ეს ვარდისფრად რაც არის ეს პატარა ტბები. ეგ არის მარილიანი ტბები. საიდანაც ამოაქვთ მარილი ამუშავებენ და მერე ესეთ თვებს აკეთებენ მარილის. ამერეზე დადიან ხოლმე და წურდებიან ხოლმე. ფლამინგოები. ეს არის სავსე ფლამინგოები. ძალიან ბევრი ფლამინგოები არიან. ეხა კიდე სეზონი არ არის, მაინც ცოტა ცივა და იმდენები არ არიან, მაგრამ აი თუ ამჩნევთ ნახე ფლამინგოები. ნახე რა ლამაზი ხედია. ჯუზები დაადებოდა ჯუზები. ჩამოვედით ქვემოთ სანტა-პოლას ქალაქში. ხო და ადგილი ვერ ნახეთ გასაჩერებლად და შემოვედით რა არის მეთევზეების იმაში რა ქვია. ხო. მეთევზეების ადგილას რა. დამხჩალი მეთევზეები ორი ტურში რო არის. რა დამხჩალი? დამხჩალი მეთევზეებისო იქ. ძუძუ. ორი. მან და წავიდნენ. კი, ხო. მერე ხა ჩამოვედით აქ მეთევზეების შესასვლელთან გავაჩერეთ მანქანა. ხო და თუ იმე გითხარ რომ მან რატო ნახე მეთევზეების გემები რო არის. მე მეთევზეების გემი. აქედან გადიახო. ხო და რას ვამბობდი რომ თუ იმე თქვეს რომ რატო დააყენეთ მანქანა ეგ მეთევზეების არისო? უთხრათ, მე უკვე მოვიფიქრე. ტვინი ხო იცი მუშაობს. თუ რამე რამეს გეტყვის, მეთქი მეგობრებმა დაგპატიჟეს თქო რა, ის რა ქვია, გასპარდა რაღაცა რო აწერია, იმ გემთან ვარ თქო რა, მოსულები. ხო. მე სულ სხვა იდეა მაქვს. აბა? ვერ დავიჭირეთ მეთქი. ვითევზავეთ, просто ვერ დავიჭირეთ. შიო, გაგვექცა. და ანკესისაც წავიდა, აი ერთი დიდი თევზი იყო და იმან დაკაჩა და ხელიდან გამისხდა. და შიო. ჩემი უფრო დამაჯერებელი თეორია რა. კაი, კომენტარებში დაწერთ ვისი თეორია უფრო დამაჯერებელია. კაი. ის ცოცხალი დიჯეია, ნახე. აბა მკვდარი დიჯეი მუსიკა. ვაიმე ხალხო, თქვენ არიცით ეს რა არის? ვალორის შოკოლადის კაფეტერია. სადაც შეგიძლია ჭამო გემრიელესი შოკოლადის მაფინები და აი ძალიან მაგარი რაღაცები არის, აი ნახეთ. აირჩიე სულო და გულო რა გინდა. აღონ ჯერ საჭმელად მივდივართ, იმიტომ რომ ძალიან გვშია. და იქიდან რომ გამოვართ, აუცილებლად მოვართ აქ და დავაგემოვნებთ ვალორის გემრიელობებს. აი ეს ის გემებია, წეღა რო გეუბნებოდით, ტაბარკას კუნძულზე მიდიან დილას აღამას თქო. ხედავთ ზედა წერია სანტა-პოლა ტაბარკა. ნახე რამდენები არიან. ეხა სეზონი აღარ არის, თორე ზაფხულში აქ ტაციაობა არის სერიოზული. იმიტომ რომ რომელფერს გაყვები იმის და მიხედვით არიან საგაროში ხალხი იმა და იმ ფერის. და ანუ რუჩთან არ გინდა ისინი ძალიან არაპუნქტუალურები არიან ჩვენთან მოდი მწვანეში მაგალითად და ეგეთი. ჩვენ მეგონი სტაფილოსფერით ვიყავით წასულები არა? მგონი კი, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ტრიუკი გააკეთეს მაგითაც მომეწონა და მაგითო დავყევი მაგას. ხო რა? ვაფშე და მე მივყვები იმათ, რომლებიც ყველაზე წყნა და დასტოინათ არიან. აი რო ჯაჯგურობენ და არიქა და ურიქა მანდ არ მიყვა. ხო, ვანი ბოროს შევაჩერეთ. აი ამ ბარზე თუ რესტორანზე. так მოვიდით საჭმელად. იცი რა გინდა? ჯელუდი და ისე ჯელუდი. არჩევანია რა თანამედროვე. კაი. საკმაოდ დიდი არჩევანი კი არის. მაგრამ მე მგონი უკვე ვიცი რაც მინდა. მოდი ჯერ ეს შევჭამოთ და მე დანარჩენს რომ მოგვიტანენ, მე ნელა შევჭამოთ ისიც, კაი? აი ესაა ის სამბურინია ქვია ესპანურად. ქართულად არ ვიცი რა ქვია. და ეს არის სკრაბი. სკრაბი არის ეს, ამოვლებული რაღაც იმაში და შემწვარი. ხო და
ახლა თითო გავსინჯოთ. ახლოს დაიდე რა. ო. რა. აია. გემრიელია. აზრიანე. შენ თავს ფიცავარ, ძალიან მოგეწონება. კაშიდი. ხომაგადია. უი. ამას შეჭავდი ნახევარი. ძალიან გემრიელია. ყველაფერი კაია. ვინეგრეტის სალათი არის ეს. ეს კიდევ მოგვიტანეს ჩოპიტოები. ჩემი საყვარელი გემრიელი კერძი არის. ზღვის პროდუქტი არის ეს. საქართველოში არ ვიცი რა თქვა, შემწვარი არის ძირითადად. ზეთში შემწვარი იჭმება. ძალიან პატარები არის, აი ნახე. აი აქ აქვს. ეს არის თავი, მაგლა და ეს ტანი არის. ქართულად მართლა არ ვიცი რა აქვია, მაგრამ ძალიან გემრიელია, დამიჯერეთ. შენ მოგწონს? მოგწონს ჩვენ ძალიან. კატები მოვიდნენ ნახე. მე ჩემი საკუთარი ყარყატი მყავს. მოვედით ისევ. ნახე წეგან ხალხი არ იყო და ეხლა გაიოსო რატო იცი? შეჭამეს და ეხლა მოუნდათ უკვე ყველას დაყოლება იმის რა ქვია დესერტის. ჩვენი მოგვიტანეს ესაა შოკოლადის ბრაუნი ხო? კი. და ესაა ეს ამათი შოკოლადია. ეს არის ვალორის შოკოლადი ხო და ესაა ბრაუნი და სტრაციატელას ნაყინით. ხო და ანუ ვიზუალურად ჩოლური შოკოლადის ნამცხვარს გავს, მაგრამ გემოთი ძალიან გემრიელი არის. აუ კბილებს ვაწაკეთ და მაჭა. ჭამე მე ვინ გიშლის? მაქედან ნახევარი ჩემია. ო. ეხლა პატივს დაგდებთ და წაგიყვანთ, განახებთ ჩემს საკუთარ გემს. რომელიც მე რამდენი წელი 3 წელია უკვე მაქვს. ფლობს, ჩემს ფლობელებში ახადარწერია ვაფშე და რო უთხრა. იმის რეალურ ფლობელსო, ვინაი ნატოიდებს მე რა ვიცი ვინო. მაგრამ თავისი არის კი. ჩემი არის. აქედან იწყება შედარებით პატარა საშუალო ზომის გემებით და რაც უფრო წინ წავალთ, იქით უფრო არის უფრო დიდი და მაღალი გემები. ესენი უფრო იახტები. იახტი. და იქით უფრო უკვე დიდი გემები არის. აი, აქეთ უკვე უფრო გაიზარდა ჩვენი გემების ვიზუალი. უფრო დიდი გემები არის აქეთ. ბავშვი. და ესეც ჩემი სიყვარული. ჩემი ბლუმუნი. აი განახოთ უკრან. როგორი შესასვლელი აქვს აქეთ. აი ესეთი დასაჯდომი გვაქვს უკან. აქ შეგვიძლია ავიდეთ, აქ დავხსნებით ხოლმე სამზარეულოში. ასვლა გვინდოდა რომ დამენახებინა, დამეთვალიერებინა უნდა თქვენთვის, მაგრამ გასაღები დარჩა. აი ერთი რაღაც ჩავაბარე, ერთი რაღაც რომ მეთქი გასაღები არ დაგავიწყდეს. რომ მეთქი ავიდეთ, გემით გავისეინო და მაინც გასაღები დარჩა. ერთი რაღაც ჩაგაბარეს იცოცხლე. ერთმანეთის იმედზე ვიყავით. მეთქი აიღეთ. მაგრამ შეცად იგივე ვფიქრობდი ჩვენ. ყოველთვის ერთი და იგივე. დამღალე. ესე იგი 33 წელია მეუნება გასაღებიერი გემისო და აი 33 წელი მაგწყდა. აი იქით არის გასასვლელი. აი იქიდან შედიან გამოდიან გემები.
მოკლედ დღევანდელი დღის ბლოგი დამთავრდა და შემდეგში შევხვდებით. Kakad.